შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჯგუფურად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულყოფანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, საიდანაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას იპარავდნენ. სავაჭრო ობიექტებს 30,000 ლარამდე ზარალი მიადგათ. გამოძიების ცნობითვე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით ასევე გაძარცვა ტაქსის ბრძოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.